ექსპედიციებზე იწერებოდა, ეწყობოდა კინოჩვენებები, შუქდებოდა სატელევიზიო პროგრამით გლობუსი, ჯგუფი იზრდებოდა და იზრდებოდა მონდომებაც. მრავლდებოდა გეგმები. გლობუსის დღევანდელი გადაცემა პირველია, მას შემდეგ, რაც საქართველოში მოხდა საზარელი ძალის მიწისძვრა, რომელმაც დიდი უბედურება მოუტანა მრავალ ადამიანს. მე მინდა შემოგთავაზოთ რეზო შალიბაშვილის მიერ მომზადებული მასალა, რომელიც მან გადაიღო სტიქიური უბედურების შემდგომ მომდევნო დღეებში. არ იყო იქ ისეთი კარგი ორიენტირება, რომ ჩვენ არც თუ ისე ურიგოთ მომზადებული რაზმი წავსულიყავთ ისეთ უბანზე, სადაც ძალიან უჭირდა ხალხს, სადაც არც გზა იყო, არც ვერტფრენი არ მიდიოდა. რეზო თქვენ რომ თქვენ არ იყავით ურიგოთ მომზადებული, თქვენ იქამდე, ესე იგი, შექმნით უკვე რაზმი თუ ეს რაზმი უკვე სპონტანურად შეიქმნა მას შემდეგაც? ხომლის წევრები ვართ, სისტემატურად ვაწყობთ ექსპედიციებს საქართველოს ისტორიულ-კულტურულ ძეგლებზე, ასე ბუნების ძეგლებზე და გარკვეულწილად რაღაც მომზადება ჰქონდა საამისოდ. ხო, მე ეს ქონა ხედულობაში, ნუ ესე თქვენ ხშირად გამოსულხათ გლობუსში და ესე იგი მე წარმოგიდგენი ხართ როგორც ხომლის წევრი, მაგრამ მე ხომს მე არ ვიცოდი რომ ხომლი თქვა მზად იყო, თქვა ასეთი საქმიანობით. ნამდვილად მზად არ ვიყავით, მაგრამ იმ პერიოდში მე მგონი რაღაც სასწაულებრივად ყველაფერს თავის დროზე მოუყარეთ. თავი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრ საქმესაც გავაკეთებით, რომ კარგი ორიენტირება ყოფილიყო. და პირველი დღეს, 1 მაისი ჩვენ თვითონში დაგვეკარგა, საკმაოდ არასასიამოვნოთ, იმიტომ რომ ვერ გაგვანაწილეს კარგად. და მეორე დღესაც დაახლოებით იგივე სურათი იქნებოდა, რომ არ შეგხვედროთ და სოფელი ქორთის მოსახლე სრულიად შემთხვევით და არ ეთხოვა ჩვენთვის დახმარება. 1992 წელს ჯგუფ ხომლის საფუძველზე შევქმნილი ჯერ სათავგადასავლო შემეცნებითი ტელეპროგრამა ირაო, მომდევნო წელს კი რადიო პროგრამა ირაო. მრავალფეროვანი მოგზაურობები, სამაგალითო მოგზაურები, თავგადასავლები, ქვეყნის სიყვარული. ირაოს დღევანდელი გადაცემის ბოლოს დრო ჩვენს ერთ-ერთ მოგზაურობაში მომზადებულ ჩანახატს დაეთმობა. ჩანახატი ტროპიკულ ჯუნგლებს მოგაგონებთ და ერთი მდინარის ხეობას წარმოადგენს. მაგრამ ეს საქართველოა და მდინარე ფიჩორი. ისიამოვნეთ ჩვენთან ერთად საქართველოს მრავალფეროვანი ბუნების ხილვით. ეხლა რა დაიბარეთ სახში რომ მოდიოდით აქეთკენ? ისე მიგდენი რომ ეხლაც გამოვიბარე. არ მინდოდა დედა ჩემი ამაღლებინა, სანავიანი ხალია მოხსკალდა, მეც ახლა კიდე მთაში მიდიოდა და სადაც მიდიოდა, ასე ცოტა იყო გადაერეოდა. კამპენის მოპარა, ბავშვო, კამპენი მოიპარა, ისე მოიპარე ახლა მე ეს დრო. შესაძლებელი ყოფილიყო ეს პროგრამები და ეს გადაცემები გადაღებულიყო უფრო მაღალი ხარისხის ტექნიკაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას დიდი სიამოვნებით სხვა ქვეყნის ტელევიზიები შეიძენენ. სამწუხაროდ ის შედარებით დაბალი ხარისხის ტექნიკურ საშუალებებზეა შესრულებული, ამდენად შეიძლება ის ვერ გავიდეს ესე ფართო ასპარეზზე. ამ პროგრამას ავტორები ამზადებენ თვითონ იღებენ, ის მთლიანად ორიგინალურია. და მე დიდი სიამოვნებით მინდა აღვნიშნო მათი ღვაწლი საქართველოს ტელევიზიის აი ბოლო ხანებში შექმნილ პროდუქციის დოზაში, რომელსაც ქმნიან აი ყოველდღიურად, ესე ძალდაუზოგავად და შესაშური ენთუზიაზმით. ეს რომ არ გქონდეს ამ ჯგუფს, ამგვარ პროგრამის წინ ვერ გააკეთებთ.